საუდის არაბეთში კიევსა და ვაშინგტონს შორის გამართული შეხვედრა პოზიტიურად დასრულდა. იმის მიუხედავად, რომ უკრაინული მხარე შეხვედრაზე მხოლოდ ზღვასა და ჰაერში ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით მივიდა 8 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ უკრაინა დათანხმდა შტატების შეთავაზებას ცეცხლის 30 დღიანი სრული შეწყვეტის შესახებ. თავის მხრივ ვაშინგტონმა უკრაინას დაზვერვის შესახებ ინფორმაციისა და შეიარაღების მიწოდება აღუდგინა. ბურთი ახლა რუსეთის მოედანზე, ასეთი იყო ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადება მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ. მარკო რუბიო უახლოეს დღეებში სწორედ რუსეთის მხარის წარმომადგენლებს უნდა შეხვდეს. დაგეგმილი მოლაპარაკებების შემდეგ გაირკვევა, როგორია მოსკოვის პოზიცია. მანამდე კი დონალდ ტრამპი პირველი წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში ისევ ეპატიჟება. ცოტა ხნის წინ ოვალურ კაბინეტში საუბრისას ამერიკის პრეზიდენტი გამანადგურებელი ფინანსური სანქციები დაემუქრა რუსეთს, თუ ის ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას არ დათანხმდება. დათანხმდება თუ არა რუსეთი 30 დღით ცეცხლის შეწყვეტას. საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე ამერიკული მხარის მიერ შეთავაზებულ დროებით ზავზე უკრაინამ თანხმობა განაცხადა. ტრამპის ადმინისტრაციის წევრები ამბობენ, რომ ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა. დღეს გაკეთდა შეთავაზება, რომელიც უკრაინელებმა მიიღეს, რაც გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტას და მოლაპარაკებებს ამ კონფლიქტის დასასრულებლად ისეთი გზით, რომელიც იქნება მდგრადი და საიმედო. გაითვალისწინებს მათ ინტერესებს, უსაფრთხოებას. ახლა ამ შეთავაზებას რუსებს წარვუდგენთ და იმედი გვაქვს, რომ ისინი დათანხმდებიან. იმედი გვაქვს, მშვიდობას დათანხმდებიან. ბურთი ახლა მათ მოედანზეა. პრეზიდენტ ტრამპის მიზანი უმთავრესია. მას სურს ომის დასრულება. საუდის არაბეთში უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრის შედეგად მიღებულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ვაშინგტონმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება აღადგინა. შეიარაღების მიწოდების განახლება სადასტურებენ პოლონეთში, სადაც უკრაინისთვის დასავლური იარაღის ტრანსპორტირების უმსხვილესი ლოჯისტიკური ცენტრი მდებარეობს. მათ გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები და წარადგინეს კონკრეტული შეთავაზებები. მათ არამხოლოდ მიიღეს ცეცხლის სრულად შეწყვეტის რეჟიმი, რაც შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ერთობლივ განცხადებაში, არამედ ჩვენ ასევე განვიხილეთ არსებითი დეტალები, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ ომის საბოლოოდ დასრულება. ამ პოზიტიური ნაბიჯის შედეგად პრეზიდენტმა გადაწყვიტა გააუქმოს დახმარებაზე დაწესებული პაუზა უკრაინისთვის და ეს დაუყოვნებლივ შედის ძალაში. ტრამპმა უკრაინას სამხედრო დახმარება ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ზელენსკისთან კამათის შემდეგ შეუჩერა. მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, რომელმაც ზელენსკის თეთრი სახლი დაატოვებინა, თქვა, რომ უკრაინის ლიდერი მშვიდობისთვის არ იყო მზად. როგორც ჩანს, ზელენსკი მის საპირისპიროში დაარწმუნა, რადგან ტრამპი ახლა მზადყოფნას გამოთქვამს კვლავ უმასპინძლოს უკრაინის ლიდერს თეთრ სახლში. ის ასევე აპირებს უახლოეს დღეებში ტელეფონით ესაუბროს ვლადიმირ პუტინს. ჩვენ ცოტა ხნის წინ შევთანხმდით უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტაზე. ახლა ჩვენ უნდა წავიდეთ რუსეთთან და იმედი ვიქონიოთ, რომ პრეზიდენტი პუტინიც დათანხმდება ამას. ჩვენ გვინდა დავასრულოთ ეს ომი. ვფიქრობ, დიდი განსხვავებაა, რაც თქვენ ნახეთ ზელენსკის ვიზიტის დროს ოვალურ კაბინეტში და ამ სრულ ცეცხლის შეწყვეტას შორის. უკრაინა თანახმაა და იმედია რუსეთიც დათანხმდება. ცეცხლის შეწყვეტა ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ჩვენ შევძლებთ ამის გაკეთებას, შესანიშნავი იქნება. ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა მიიჩნევენ, რომ 30 დღიანი ზავი უნდა გახდეს პირველი ნაბიჯი ფართო სამშვიდობო პროცესში. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მათთვის უმთავრესია, რომ მშვიდობა იყოს სამართლიანი და მდგრადი. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა მსოფლიოში კიდევ ერთხელ გააცნობიერონ, რომ უკრაინას არ დაუწყია ეს ომი. თუმცა უკრაინა არის მზად სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის. ჩვენ განვიხილეთ ჩარჩოები, პრინციპები, რომლებითაც შესაძლებელია მომავლის შენება, ზოგიერთი შეთანხმება, უკრაინის პოზიცია. თქვენ იცით, რომ ჩვენი უპირველესი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ მნიშვნელოვანია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა. ვფიქრობ, ახლა მსოფლიო ელოდება, რომ რუსეთმა ძალიან მკაფიოდ თქვას, სურს მას მშვიდობა თუ არა. საუდის არაბეთიდან ირლანდიაში ჩასულმა მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ ჯიდაში უკრაინულ მხარესთან ტერიტორიული დათმობებიც განიხილეს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. ჯიდაში გამართულ შეხვედრაზე თავად უკრაინული მხარე ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებით გამოვიდა, რაც გულისხმობდა ჰაერსა და ზღვაში ცეცხლის შეწყვეტას, თუმცა არა ხმელეთზე. საბოლოოდ კიევი ამერიკის შეთავაზებას დათანხმდა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ არ აქვს ილუზიები, რომ რუსეთი რამე შეთანხმების პირობ
პირობებს შეასრულებს. თუმცა უკრაინა სერიოზულად არის მოწოდებული დაასრულოს ომი. ამის დასამტკიცებლად ის ტრამპის ადმინისტრაციის წინადადებას დათანხმდა. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ახლა ამერიკამ უნდა დაარწმუნოს რუსეთი, ხელი მოაწეროს დროებით ზავს. ამასთან ზელენსკიმ წითელი ხაზი უწოდა რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების აღიარებას. ძალიან სერიოზულად ვარ განწყობილი და ჩემთვის მნიშვნელოვანია ომის დასრულება. მინდა რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეს დაინახოს, ამერიკელებმა ეს დაინახონ. იგრძნონ და ევროპა და ყველა ალიანსში იყვნენ იმის თაობაზე, რომ საჭიროა ყველაფრის გაკეთება რუსეთის იძულებისთვის, დაასრულოს ეს ომი. ამიტომ ჩემი რეაქცია იყო, რომ მზად ვართ 30 დღით დუმილის ფორმატისთვის, იმ ფორმატში, რომელიც ამერიკულმა მხარემ შემოგთავაზა. ცეცხლის დროებით შეწყვეტის იდეას სკეპტიკურად უყურებენ ფრონტის ხაზთან ყოფი უკრაინელი სამხედროები. მათ არ სჯერათ, რომ რუსეთის ძალები ცეცხლის შეწყვეტის პირობებს დაიცავენ. ისინი დათანხმდებიან, მაგრამ არ დაიცავენ. ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ. ისინი საჯაროდ ისაუბრებენ, რომ საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს. ცეცხლის შეწყვეტილია, თუმცა სინამდვილეში ისევ გააგრძელებენ. არ ამგონია რუსების შეთანხმებამ შეაჩეროს, თუმცა ამერიკელებთან ურთიერთობაც არ არის მარტივი, კერძოდ ტრამპთან. არის იმედი, რომ თუ ისინი პირობებს დაარღვევენ, ეს ისეთ რეაქციას გამოიწვევს, რაც რუსეთის სასარგებლო არ იქნება. ტრამპი არის ისეთი ადამიანი, რომელსაც სურს, რომ ყველაფერი მისი გეგმის მიხედვით იყოს. რუსეთს ვაშინგტონის შეთავაზებასთან დაკავშირებით ოფიციალური პოზიცია ჯერ არ გაუსაჯაროებია. ამერიკული მედიის ცნობით მიმდინარე კვირაში მოსკოვში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს სტივენ უიტკოფს ელოდებიან. დაგეგმილია სატელეფონო საუბრებიც. კრემლში ამბობენ, რომ დაელოდებიან ამერიკული მხარისგან ინფორმაციის ოფიციალურად მიწოდებას. თქვენ ცოტა წინ უსწრებთ მოვლენებს, ჩვენ კი ეს არ გვსურს. გუშინ პრესასთან საუბრისას რუბიომაც და ვოლცმაც განაცხადეს, რომ სხვადასხვა დიპლომატიური არხის საშუალებით გადმოგცემენ დეტალურ ინფორმაციას ჯიდაში შემდგარი საუბრის არსის შესახებ. ჯერ უნდა მივიღოთ ეს ინფორმაცია. ჩვენ ამ დღეებში ამერიკელებთან დაგეგმილი გვაქვს კონტაქტები, რა დროსაც ველოდებით, რომ სრულ ინფორმაციას მივიღებთ. ფრონტის ხაზზე ბოლო დღეების წარმატებების ფონზე დათანხმდება თუ არა რუსეთი ზავს. დღეს რუსმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაზე კონტროლის აღდგენის შესახებ განაცხადეს. სუჯა უკრაინულმა ძალებმა აგვისტოს დასაწყისში დაიკავეს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის რამდენიმე ბრიგადა კურსკიდან ალყაში მოქცევის საფრთხის გამო გავიდა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს იტყვის, მაშინ ნათლად გამოჩნდება, თუ ვინ აფერხებს მშვიდობას.